გამარჯობათ, მე ვარ ვახო, მე ვარ რესტორან ბევრი შეფზარეული. დღეს გავაკეთებთ ყველის ხინკალს, მაგრამ ეს იქნება ცოტა განსხვავებული ყველის ხინკალი. გავაკეთებთ ცომს ისპანახით. დაგჭირდება, რა თქმა უნდა, ისპანახი, მოხარშული ნახევრად. დაგჭირდება დაახლოებით 1 კილოგრამი. დავამატებთ წყალს დაახლოებით 400 გრამს. შემდეგ გადავდივართ უკვე აწონვაზე, გვჭირდება ზუსტი წონები, რომ ცომი გამოგვივიდეს იდეალური. დავიწყოთ ცომის უმზადება. დაგჭირდება 2 კილოგრამი მაღალი ხარისხის ფქვილი, 40 გრამი მარილი და ჩვენი მიღებული მასა, ისპანახის მასა დავამატოთ 900 გრამი. ეს იქნება იდეალური კომბინაცია. შევიდეთ ახლა მოვზილოთ ცომი. ესე უნდა გამოიყურებოდეს ხინკლის ცომი. პირველ რიგში არ უნდა იყოს მკვრივი, არ უნდა იყოს რბილი, ეს არის უხეში ცომი, ესეც უნდა იყოს მოკლედ.